გამარჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეს სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ასეთი სიცხე იურულ ეპოქაშიც არ ყოფილა. ვინ არის ბოლო გასარეცხად? ჩემ შემდეგ იქნები. დო, მალე დაამთავრებ? იურული ეპოქის შემდეგ გასულ დროსთან შედარებით ძალიან მალე. გასაგებია. საღამომდე აქ დაბანას ვერ მოვასწრებ. ტბაზე წავალ. მართალია, მეც ტბაზე მინდა. მეც მინდა. მეც ტბაზე წამოვალ, მეც მინდა. მოიცადეთ. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. ცხელა. მაგარია. ნამდვილი ეგვიპტური პირამიდა ააშენეთ. როგორც წიგნშია, ეგვიპტელებს კიდევ წყალსადენი ჰქონდათ, რომელიც ბორბლის მეშვეობით მუშაობდა. შეგიძლიათ ესეთი გააკეთოთ. არ მესმის როგორ მუშაობდა, მაგრამ ვიცი, ვის უნდა ვკითხო. დინოზავრები ხომ ყველა ეპოქას მოესწრნენ. გამარჯობა. რას აკეთებთ? საბანაოდ მოვედით, ტბა კი თითქმის დაშრა. ტბაში კობრები ცხოვრობენ, ისინი ხომ დაიღუპებიან. ტბა უნდა გადავარჩინოთ. ტბაში წყალი უნდა დავამატოთ. ძველ ეგვიპტეში წყალსადენი ხომ გაქვთ ნანახი? მრავალი წელია ვცხოვრობთ, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ტყეში გავატარეთ. ეგვიპტეში არ ყოფილვართ. ზერ, შენ რა ტანსი ხან? კი ისერს ჭიმავს, რომ უფრო ლამაზი გახდეს ჩემსავით. რაღაც მსგავსი მინახავს. საით მიფრინავ? მართალია, შემეშალა. გმადლობ თორ. სად გაფრინდა? ზერს ყველა კი ვერ გაუგებს. როგორ მუშაობდა წყალსადენი? აი რა უნდა გავიგოთ და მერე მისი მსგავსი გავაკეთოთ. არ ვიცი რა არის, მაგრამ გენიალური ფოტო გადავიღე. იდეალური რაკურსია. შენ ყოველთვის ყველაფერს იდეალურად აკეთებ. მაშინაც კი როცა არ იცი, რას აკეთებ. ეს ძველებური წყლის წისქვილია, მაგრამ გონია რომ ტოტებიანი კუნძია გაჭედილი და ბორბალს ხელს უშლის. მივხვდი როგორ უნდა ავაშენოთ წყალსადენი. ოღონდ დიდი შრომა მოგვიწევს. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ, ამ შრალი მორებისგან ფიცრები უნდა გაკეთდეს. ფიცრებისგან კი სადინარი უნდა გაკეთდეს წყლისთვის. მერე შენ და თორი სახტენებს დადგამთ, ანკიკიზად სადინარს მოათავსებს. შესანიშნავი წყალსადენია. წყალი სად არის? მოიცადე ზერ, ყველაფერს ერთად ნუ მოინდომებ. თორ, ეს ხედაჭერი და გული გამობურღე, გამოვა კასრები. ტრაკი და ანკიკი კასრებს ბორბალზე დაამაგრებენ. ახლა კი ზერ, ბულს დაეხმარე მორს გვარელი გამოსდოს. შენ კი ბულ, ფრთხილად გამოკაჩე.
წყალი! წყლის გაშვებაში დავეხმარე. სწორად მოვიქეცი, რომ პირსახოცი წამოვიღე. წყალი არ წყდება. მალე იქ ნამდვილი ზღვა გაჩნდება, პალმები, პლაჟი. საღამოს ყველაფრის დაშლა მოგვიწევს, რომ ტბა არ გადაიფსოს. ახლა კი წისქვილს რა მოუვა? საღამო მშვიდობისა, სტეპან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. შეხედეთ, ბორბალი ისევ ტრიალებს. ხო. ძველი წისქვილის სამუზეუმო იშვიათობაა. მომეჩვენა. სამუზეუმო იშვიათობა. იდეა მაქვს. წისქვილი მუზეუმად უნდა გადავაკეთოთ. მოგესალმებით ყველას ახალ მუზეუმში. თქვენ აქ რას აკეთებთ? აქაურობას ვაწესრიგებთ. ჩვენ უკვე დავალაგეთ და ბებიამ კინოში წასვლის უფლება მოგვცა. ჩვენც გვინდა. კინოში არასდროს არ ყოფილვართ. დალაგება დამთავრებულია და ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად კინოში წამოსვლა. ხო, მაგრამ ტრაქს რა ვუყოთ? მას დაინახავენ. გენიალური იდეა მაქვს. თქვენ წინ გავფრინდები და მოახლოებული საფრთხის შესახებ ტრაქს თქვენით გავაფრთხილებ. ვაშა, თურბოზავრებო წინ კინოში. განგაში! სრო განგაში იყო. მინდოდა გამეგო როგორ გამომდის წვენა. დღეს მთელი ქალაქი კინოთეატრშია. თქვენ რატომ დგახართ? დაგაგვიანდებათ. მართალია, აქ რატომ დგავართ? დაგვაგვიანდება. ბილეთები აღარ არის, ყველა გაიყიდა. ხედავთ, იმდენ ხანს უსტვენდით, რომ ბილეთები გაიყიდა. განგაში! რა საინტერესო რეკლამა გაუკეთეს. კინო, რა მაგარია. ნორა, შემთხვევით იქით კედელზე სატვირთო ხომ არ დაგინახავთ? სატვირთო? იქ რა უნდოდა? მე მგონი ფილმს უყურებდა. კინოში კი მივედით, მაგრამ წესიერად ვერაფერი ვერ ვნახეთ. ერთი იდეა მაქვს. წამოდით, გაჩვენებთ.
ეს ძველი კინოთეატრია. ავტომობილისტებისთვის ადამიანები მანქანებით მოდიოდნენ და იქიდან უყურებდნენ ფილმებს. მერე ქალაქში ახალი კინოთეატრი ააშენეს და ეს მიტოვებული დარჩა. ჩვენ კი მას აღვადგენთ. ქალაქისთვის ერთი კინოთეატრი ცოტაა. დღეს ბილეთები არ გვერგო. გავიგე, მივხვდი. ეს გენიალურია. დანარჩენებთან ერთად შევძლებთ ფილმების ნახვას ისე რომ დამალ არ მოგვიწევს. მაშასე, ჯერ ნაგავს გავიტანთ. შემდეგ ტერიტორიას ავზომავთ და ეკრანს გავასუფთავებთ. ამოცანა გასაგებია? ტურბოზავრებო, წინ! იქ კიდევ ერთი ლაქა? შესანიშნავად ვიმუშავეთ. შეგვიძლია პირველი მაყურებლები დავპატიჟოთ. როგორ მოვიქცე? დიახ, გელოდებით. მანქანა ვერ მოდის. ღამის ქარიშხლის მერე გზა წაქცეული ხეებითაა ჩახერგილი. არა დაუცილებლად უნდა წავიდე ქალაქში. იპოლიტ. კაჭა, ტურბოზავრებთან გავიქცეთ. გზა უნდა გავწმინდოთ. კარგი. ეს ქარიშხალი ნამდვილი სენსაციაა. კარი, ჭიქა-ქუხილი, ელვა, ხეები წაიქცა. ჰო, გზა ჩაიხერგა. ბებია, ქალაქში ვერ მიდის. მე დასაზვერად გავფრინდები, თქვენ კი გუნდი შეკრიბეთ. გზაზე 9 ხეა წაქცეული. ერთი ძალიან დიდია, კიდევ ღრმა გუბეა. მდინარემ კი ხიდი დააზიანა. უნდა შევაკეთოთ. ბევრი სამუშაოა. თორი და ტრაკი დაგჭირდება. მათ სინავთ, წვიმა რომ დაიწყოთ, აიძინეს და მათი გაღვიძება მოგვიწევს. თორ, ტრაკ. ჭიქა-ქუხილის ხმაზეც არ გაუღვიძიათ. აბა რა გავაკეთოთ? მათ გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ერთი ხერხი არსებობს. ტურბოზავრებო, წინ! ახლა მთელი გუნდი მზადყოფნაშია. ყველამ ერთად. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ კიდევ სცინავთ. აი რა ხდება, როცა აყენე, მაგრამ გაღვიძება და გავიწყდა. მე არ მეძინა, ჩაფიქრებული ვიყავი. ყველაფერი ნორმალურად არის, ტრაკ. კარგი, სამუშაოს შევუდგეთ. გემრიელი ფოთლები. თორ, რაზაკეთებ, შეიძლება დაგვინახონ. რამდენი ხნის წინ წამოვედით სახლიდან? დიდი დრო გავიდა, ბებია ქალაქში უნდა წავიდეს. ბულ შეგიძლიათ დაუჩქაროთ. რა თქმა უნდა. ტურბოზავრებო, წინ. თორ. ეს ხე უნდა გადახერხო. ტრაკ, გზა გაათავისუფლე. ანგი, ზერ. ჩვენ ხიდის შესაკეთებლად მივდივართ. ჩვენ ბებიასთან უნდა წავიდეთ. დო, შეგიძლიათ ტაქსით იმუშაო. ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტაქსი მზად არის გემსახუროთ.
ჩემთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ნუ გეშინიეთ. მალე გზა გათავისუფლდება. პეპია, კიდე უპილოტო ტაქსით იმგზავრო? რა თქმა უნდა. მაგრამ გზაზე როგორ გავივლი? ამ მანქანით გაივლი. ტრაკ, ხიდის დაზიანებული საყრდენები შეცვალე. მოდიან, ტრაკ, დაიმალე. შესანიშნავად იმუშავეთ. ხიდი ისევ ახალივითაა. კიდევ 100 წელი იდგება. პოლინა, ჩემი დიშვილები, ბორა და ფედია დაიკარგნენ. იქნებ დღეში თამაშობენ და გაერთნენ. იქნებ გზაებნათ, ძალიან ნერვიულობ. არი ნერვიულობ, დეიდან ორა ჩვენ ვიპოვით. შესანიშნავია? მშვენიერია. არაჩვეულებრივია. თქვენი დახმარება გვჭირდება. ბორა და ფედია უნდა ვიპოვოთ. საოცარი ფოტოსესია გქონდა. საქმეს თავისი დრო აქვს, დასვენებას თავისი. მსოფლიოში საუკეთესო მზვერავი მზად არის. თხის ბილიკზე არიან. უნდა დავეწიოთ. ჩათვალეთ, რომ უკვე დავეწიეთ. რა ვქნათ გავფრინდეთ? აი მესმის სიჩქარე. ბორა, ფედია, მოიცადეთ. დრო არ გვაქვს. დეიდან ორა გეძებთ. წერილი დაუტოვეთ, რომ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ წავედით. მსოფლიოს შემოვივლით და მაშინვე დაუბრუნდებით. პიტი, რა ვქნათ? გეგმა მაქვს. ისეთი რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ბორა და ფედია სახლში დაბრუნდნენ. კი, მაგრამ როგორ? მათ ხომ დაბრუნება არ უნდათ. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება. ახლა ისინი აქ არიან. ბულ და თორ. თქვენ გზაზე 44-ით. თითქოს საგზაო სამუშაოებს ასრულებთ. მაშინ ბორა და ფედია იძულებული გახდებიან აქედან შეუხვიონ. შეხედეთ? იქ დაქცეული ხეების გროვა დახვდებათ, ამას ტრაკი გააკეთებს. მიყვარს არეულობის მოწყობა. აღარ შემდეგ მილაგება არ დაგავიწყდეს. პატარა არეულობასაც ვერ დავტოვებთ. ხეების გროვას რომ შემოუარონ, ხევშიც მოუწევთ ჩასვლა. ხევს ვინ ამოთხრის? არავინის ბუნებამ ამოთხარა. რა კარგი ბუნება გქონია. ჩვენ მაგივრად ამოთხარა ხევი. გზის დაგება მოგვიწევს, რომ ხევიდან ამოვიდნენ. ამას თორი, ბული და ანკი გააკეთებენ. ტურბოზავრებო, წინ!
დაიმალეთ, უკვე ახლოს არიან. როგორ ჩანს მოვედით? უკვე შემოვიარეთ დედამიწა. დედამიწა რომ შემოგვალო სახლში დაუბრუნდებოდით, რადგან ის მრგვალია, გამომყევი. აღარ მინდა მოგზაურობა დავიღალე. მოცვის ღვეზელი მინდა. რაც უფრო მალე შემოვლით, დედამიწას მით მალე ვისადილებთ. წინ! ახლა აქედან როგორ გავაღწევთ? ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ. შეხედე, გზა! ხომ გითხარი რამეს მოვიფიქრებთ მეთქი? ვაშა! სახლში ვართ! სად იყავით? ძალიან მინერვიულე. დედამიწის გარშემო ვიმოგზაურეთ. დედამიწა არც ისეთი დიდი ყოფილა. რას ამბობთ, დედამიწა ძალიან დიდია. აი შეხედეთ. ეს ჩვენი დედამიწის მოდელია, გლობუსი. ველოსიპედით დედამიწის შემოვლა შეუძლებელია, რადგან გზაზე მარტო მთები და უდაბნოები კი არა, ოკეანეებიც შეგხვდებათ. ესე იგი, დედამიწა არ შემოგვივლია? არა უშავს, გაიზრდებით და შემოივლით. ან შემოუფრენთ კოსმოსური ხომალდით. მე დედამიწას შემოული, მე კი შემოუფრენ. გემრიელი მოცვის ღვეზელები გაქვთ. მიირთვით. დიდი მადლობა, რომ ჩემი დიშვილები იპოვეთ. ესენი რა შუაში არიან, ჩვენ თვითონ დაუბრუნდით სახლში. ჰო, ჩვენ ვართ ყოჩაღები. იპოლიტ, ნუ ცელქობ. იცით, გუშინ ჩვენს პარკში ვსეირნობდი. ნეტავიქ სათვალიერებელი კოშკია ეშენებინათ. მაშინ ზევიდან მთელი ჩვენი ლამაზი ქალაქი გამოჩნდებოდა. იდეა მაქვს. ძველი კოშკი გახსოვს? შეგვიძლია სათვალიერებელ კოშკად გადავაკეთოთ. იპოლიტ. დღეს რა უნდა გავაკეთოთ? დღეს ჩვენ დღეს ჩვენ კოშკს გადავიტანთ. რა? სად? რა? რომელი კოშკი? ყალსაწნევი. წამოდით, გზაში ყველაფერს მოგიყვებით. ტურბოზავრები ყოველთვის მზად არიან მეგობრების დასახმარებლად. მაგარია? აბა რას გეუბნებოდით, მაგარი კოშკია რა? ეს კოშკი ტრაქზე მაღალია. ვერ ავწევთ. ვინ ვერ აწევს? აბა ახლა მიყურეთ. ტრაქ მოიცადე. ახლა ვიაგიხსნით ყველაფერს. აი რა მოვიფიქრეთ. ჯერ თორი ტერიტორიას გაწმენს. შემდეგ ტრაქი და ანკი სახურავს მოხსნიან. შემდეგ ტრაქი მოხსნის სარტყელებს. თორი კი ფუნდამენტს გაათავისუფლებს. ტრაქი და ანკი კოშკს ნაწილებად დაშლიან და ბულის პლატფორმაზე დატვირთავენ. რა კარგი ნატურმორტია. საოცარი მსგავსება. ამოცანა გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო, წინ!
თორ, შენი ციცხვი გამოიყენე. Атки, выдвини стрелу. ჯანჯიკები უნდა შევინახოთ, თორემ დაიკარგება. შვიდად,ახლავე შევინახავ. დურბაზავრებო, წინ! ჯობია, წავიდე, ფოტოები გადავიღო. Мост очень низкий. ხიდი ძალიან დაბალია. ტრაკი მის ქვეშ ვერ გაივლის. ერთი იდეა მაქვს. ახლავე გაჩვენებთ. უცნაურია. გუშინაც გავიარე აქ და ეს კოშკი არ ყოფილა. პეტია და კატია რას აკეთებენ აქ? ალო? იცით, რომ პეტია და კატია ქალაქში წყალსაწნევი კოშკით დასეირნობენ? რა თქვით? იპოლიტ, მომყევი. მეგობრებო, კარგი გამოვიდა რა? მაგარია. ო, მაგარია. კი, მაგარია. კოშკი მოძებნე, ტობიკ, მოძებნე. აი, სად ყოფილა. ტობიკს ვერ დაემალებით. პეტია, კატია, აი სად ყოფილხართ? პებია, მე და კატია ვუყურებდით როგორ დგამდნენ სათვალიერებელ კოშკს. საოცარია. გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, კოშკი კი უკვე დადგეს. სასწაულია. სასწაულია. რა თქმა უნდა, სასწაულია.